ჩემი როგორც ექსპერტის აზრს ალბათ ფეხბურთის სფეროში ყველანი დიდი ინტერესით ელოდებით და ამიტომ გადავწყვეტა რომ თქვენი ეს ინტერესი დავაკმაყოფილო რას ვფიქრობ გუშინდელ წარგებასთან დაკავშირებით თურქეთის ნაკრებთან. სერიოზულად გვათრიეს უარესით შეიძლებოდა, მაგრამ რისი აღნიშვნა მინდა. როცა თალკეულად ყავს ამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი და რეალურად ჩვენ ბიჭებიდან მართლა 100% დარწმუნებული ვარ, რომ ინდივიდუალურად უნიჭიერეს და უმაგრესი ფეხბურთელები ყავს და ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან. უბრალოდ არ ვიცი ამიხსენით, რატომ ვეღარ ხდება შეთანხმებული თამაში და შეიძლება თუ არა ნაკრებში რომ უფრო ხშირი იყოს ერთმანეთთან შეთამაშება და უფრო უკეთესი კომუნიკაცია შედგეს და მე ვფიქრობ მაინც რომ უბრალოდ თავდაცვითი რაც ძალიან მაგრად გამოვდის თავდაცვითი ფეხბურთიდან გადავდივართ როგორც ანიელმა აღნიშნა აგრესიულ თამაშზე რომელიც უფრო მეტად გოლების გატანაზე იქნება ორიენტირებული გასაგებია და შეიძლება ეს გარდამავალი პერიოდია და მაშინ ძალიან ოკეია რაც მთავარია არასოდეს არ უნდა დავუვიწყოთ ამ ბიჭებს რაც გაგვიკეთეს და რეალურად როგორ გაგვახარეს და გაგვაერთიანეს დიდი ხნის მერე ასეთი ბუმ რაღაც გაერთიანება კაიხანი არ გქონია და ეს პერიოდულად ძალიან საჭიროა გარდა ამისა ძალიან მაგარი ახალი თაობა მოდის ოსერსლამდე ჯგუფებში სადაც მართლა დიდი ალბათობით ეს ინსპირაცია აიღეს დღეს ჩვენი ნაკრებს ვინ შეადგენს მათგან და ნახოთ მომავალში რა იქნება და რეალურად ახლა ფეხბურთია ხო რაღაცა ბურთი მრგვალია ჩემი ექსპერტული აზრით და ხდება რა ყველაფერი რა და აგული არ უნდა დაგწყდეს იმიტომ რომ ხან არის ნაკრები ფორმაში ხან არა ეხლა გუშინდელი თამაშიდან გამომდინარე და წინა რამდენიმე თამაშიდან გამომდინარე ამ სეზონზე ვერ დავდეთ რა მსოფლიო დონის თამაშები მაგრამ დავდეთ ევროპის ჩემპიონატზე ევროპის დონის თამაშები და ეხლა ნახოთ რა მომავალ ევროპაზე და მომავალ მსოფლიოზე როგორ დავიმსახურებ და ძალიან მომწონს საქართველოს ბანკის მაშინდელი ლოზუნგი ჩვენ აღარ გვჯერა ჩვენ უკვე ვიცით და ამ შემართებით გავაგრძელოთ იმიტომ რომ გულშემატკივრების აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არ უნდა შეგვეცვალოს რა კარგად ითამაშებენ ცუდად ითამაშებენ ჩვენი ბიარიან და ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სადღაც საზოგადოებაშივე იწყება ძლიერი გუნდის ფორმირება მე ამის მჯერა და არა უშუალოდ თვითონ გუნდის შექმნა და აქედან ქვემოდან იწყება და მაგიტომ არის რომ ძალიან დიდი ტალღები მოდის და ძალიან დიდი მომზადება მოდის და სურვილი და ეს ჟინი მოდის ახალი თაობიდან და ნახოთ რა იქნება წარმატებები ჩვენს ფეხბურთის ნაკრებს ისევე როგორც და ხო რა საბოლოოში მაგამდე უნდა მივიდეთ რომ მარტო რაგბი არა ფეხბურთიც ხო ჩვენი თამაში უნდა იყო და დღესაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს ლეგენდარული ფეხბურთელების ქვეყანა ვართ ბოლო ყიფიანიდან რომ დავიწყოთ და ევროპის თასის ჩამოტანიდან საბჭოთა კავშირის ქვეშ მაგრამ anyway გვაქვს რა ისიც გვაქვს სისხლში მარტო რაგბი არა ფეხბურთის ჩვენი თამაშია მაგრამ ეხლა რაგბში უკვე ძლიერები ვართ ფაქტია და MMA-ში ამ ეტაპზე და ნახოთ